ტრამპი პუტინის საუბრის შემდეგ რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებსაც არა და სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებას პროდუქტიული უწოდა და თქვა, რომ პუტინთან შეთანხმება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მოხერხდა. უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ფინეთში იმყოფება, აცხადებს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. თამარ ჭავჭავაძე დეტალებით. რუსეთის მიზანი იგივეა, არანაირი მობილიზაცია, არანაირი სამხედრო დახმარება, რომ შეძლონ უკრაინაზე მორიგი თავდასხმა. ასე გამოიხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. 2 საათზე მეტ ხანს ისაუბრეს. დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებას დაპირდა. რუსეთის პრეზიდენტის სრულყოფილ ზავს არ დათანხმდა. გარდა ამისა დააფიქსირა საკუთარი მოთხოვნებიც, შეწყდეს უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება და დაზვერვითი მონაცემების გაზიარებაც. თუმცა Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დახმარების საკითხი საერთოდ არ განხილულა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინთან საუბარს კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის პრეზიდენტისთვის კი მიცემული პირობა რუსეთის ლიდერმა საუბრის დასრულებისთანავე დაარღვია. ოკუპანტებმა დრონებით მასირებული შეტევები მიიტანეს უკრაინის ინფრასტრუქტურულ და სამოქალაქო ობიექტებზე. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, დონეცკის ქალაქებსა და სუმიში, სადაც დრონის ავადმყოფო შენობას დაეცა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი მხარს უჭერს მშვიდობას, მაგრამ თუ რუსეთი ჯერ მოლაპარაკებებს გამართავს და შემდეგ დაბომბვას დაიწყებს, უკრაინა ჩუმად არ იქნება. რაც შეეხება ტყვეების გაცვლას, რის შესახებაც პუტინმა ილაპარაკა ტრამპთან, წინასწარ დაგეგმილი იყო. რუსეთსა და უკრაინას შეერთებული შტატების შუამავლობით შეუძლიათ შეთანხმდნენ არ მიიტანონ იერიშები ენერგოინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ისე არ იქნება, რომ რუსეთმა დაარტყას ჩვენს ენერგეტიკას და ჩვენ ჩუმად ვიქნებით. პასუხს ჩვენ გავცემთ. პუტინს სურს რამდენიმე შეტევითი ოპერაციის დაწყება ზაპორიჟიეს, აღმოსავლეთის, ხარკოვისა და სუმის მიმართულებით. რატომ? იმიტომ, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე და შემდეგ ძლიერი პოზიციიდან წამოაყენოს ულტიმატუმები. დეტალები ისაუბრეს თუ არა პუტინმა და ტრამპმა ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე, ჯერ არ არის, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ სადგურმა ოკუპანტებისთვის იმუშაოს. ჩვენ არც სალათი ვართ და არც კომპოტი, რომ პუტინის მენიუში ვიყოთ მისი მადის მიუხედავად. რუსეთს აქვს უპირატესობა. მათ ალყაში მოაქციეს 2500 ჯარისკაცი, რაც კარგი არ არის. ჩვენ გვინდა ეს დასრულდეს. კარგი საუბარი გქონდა. თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ბევრ საკითხზე ვილაპარაკეთ, რომ მივაღწიოთ მშვიდობას. ვისაუბრეთ სხვა თემებზეც. რაც შეეხება დახმარების შეჩერებას, ჩვენ დახმარებაზე საერთოდ არ ვილაპარაკია. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ დახმარება არ განხილულა. ტრამპი პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ელაპარაკა უკრაინის ლიდერს და გაიმეორა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ურყევი. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები კი აცხადებენ, რომ დროებითი ზავი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ აუცილებელია სრულყოფილი ცეცხლის შეწყვეტა. ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა და შეხვდა მოქმედ კანცლერს ოლაფ შოლცს და მის შემცვლელს ფრიდრიხ მერცს. გერმანიის ბუნდესტაგმა გუშინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რაც ქვეყანას თავდაცვითი ხარჯების გაზრდის საშუალებას აძლევს. ბერლინში ვიზიტამდე კი ემანუელ მაკრონი გერმანიის საზღვართან მდებარე ფრანგულ ავიაბაზაზე იმყოფებოდა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ილაპარაკა. de soutenir l'Ukraine face à la guerre d'agression. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას აგრესიული ომის პირისპირ, რადგან ვიცით ჩვენი ისტორიიდან და ჩვენი გეოგრაფიიდან თუ რას ნიშნავს იყო ოკუპირებული. ამ წუთიდან ლუქსეის პილოტები ერთგულად იმსახურებენ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად. დღეს წარმოადგენთ ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვის მისია, ავიაპატრულირებით და მისია ჩვენი ნატოს მოკავშირეების სუვერენიტეტის დასაცავად, ბალტიის ქვეყნების დაცვა. Auch mit erheblichen გარემოებები განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა პუტინის ომით ევროპის წინააღმდეგ. ეს არის ომი ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ომი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს არის ომი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაც, რომელიც ყოველდღე ხდება მონაცემთა ქსელებზე თავდასხმებით, მომარაგების ხაზების განადგურებით, ხანძრის განზრახ გაჩენით და შეკვეთილი მკვლელობებით ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ყაზარმებზე ჯაშუშობით, დეზინფორმაციის კამპანიით, რომლის ნაწილიც თქვენც ხართ გერმანიაში, სისტემურად ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. მომდევნო წლები და 10 წლეულები დავიცავთ საკუთარ თავს ამ თავდასხმებისგან, ყველაფრით, რაც გაგვაჩნია. ცნობილია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს დონალდ ტრამპი 23 მარტს კი ჯიდაში რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მადლობა ფორმულას პირდაპირ ეთერში თამარ ჭავჭავაძე საუბრობდა.